აშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. სერიალს წარმოგიდგენთ საიტის Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. გაიღიმეთ. აინებეთ. მადლობა. რატომ ხარ ამით დაკავებული? რაღაცით ხომ უნდა დავკავდე? კარგი მაპატიე. ცოტა დამაგვიანდა. მადლობა რომ საერთოდ მოხვედი. კარგი გასაგებია, ცოტა არაორგანიზებული ვარ. არაფერია. მერე მომიყვები რატომ დააგვიანე. ემა, გამარჯობა ბაირონ. შორს ვიყავი და ემა მაინც ვეცანე. გამარჯობა რეკე. გამარჯობა ბაირონ. ანუ შესამჩნევი ვარ? შენი ცნობა მარტივია. ყოველთვის ერთნაირად გამოიყურები. ვარცხნილობაც იგივე გაქვს. ყოველთვის იცი რას უნდა ელოდო მზისგან და ემასგან. კარგი ნახვამდის. ეს კომპლიმენტი იყო თუ შეურაცხყოფა? ერთიც და მეორეც. როგორ ფიქრობ, მე ადვილად პროგნოზირებადი ვარ? შეიძლება შეკითხვაზე შეკითხვით გიპასუხო. შეგიმჩნევია, რამდენად ხშირად კმენ ტუჩს. ეს პროგნოზირებადობა კი არა, უბრალოდ ჩვევა, შვენიერია. უკვე ყველაფერი ვთქვი. იცი რა? ჩვენი ცხოვრება ბოლო დროს ისე შეიცვალა. კარგია რომ ვიღაც ისევ ისეთი დარჩა. პროგნოზირებადი ვარ? ამას არ მაბობ. მზე და ემა. საინტერესოა. საერთოდ ბაირონი რა შუაშია. თქვენ ეს ისაა დაასტურეთ. მომბეზრდა პროგნოზირებად ემატყობდა. ცვლილებები მჭირდება. ამას შევიღება. გოგოება, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? მის ჩატემ, გამარჯობა. როგორ ხართ? სიმართლე რომ გითხრა. ემა ძალიან აღელვებული ვარ. მინდოდა მეთქვა რომ ერთად უნდა იყოთ. რაც არ უნდა მოხდეს. ერთმანეთს გვერდში უნდა ედგეთ. დამბირდით. მის ჩატემ არ ღირს ღელვა. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც კლეოსა და რიკის გამო არ გავაკეთებ. მართალია. ჩვენ სამი დებივით ვართ. არანაირი საიდუმლო არაა. ხომ ასეა? კი, ასეა. მიხარია. რიკი. კარგი. როდის? რა როდის? როდის გავხდებით შეყვარებულები? მე და შენ? დაივიწყე. მეხუმრები, ასე როგორ ვაწყენინოთ ყველას? ყველას? შენს მეგობრებს. როგორ იჭირავებენ ჩემზე? თუ ერთმანეთს არ შევხვდებით. და ჩემი ყოფილი შეყვარებულები. ერთი სული აქვს, ჩემი ახალი შეყვარებული სულებს როდის დახრაბენ? მიდი, ძალიან ბევრი არის ამ წუთს. ოჰო. შენ რა ყოფილები ყავს? რიკი. ზეინ დაივიწყე. დღეს არას მეუბნები, მაგრამ როცა გაკოცე შენი ტუჩები, კი სამობდნენ. ზეინ, იმიზეს თასიერის გამოც ჩემი და შენი ერთად ყოფნა არ ღირს, უსასრულოა. თან რამოდენიმე დღის წინ შენს გაფიქრებაზეც კი გული მერეოდა. და ახლა? მე ნაკლებად განმიზიდავ. ეს პროგრესია. რა მოხდა? მის ჩადები. მას ეცნობ? კი. დაგემუქრა. არა, ის საშიში არაა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. უცნაურია. მასში რაღაც. დარწმუნებული ვარ. კარგი, და ჩემი შემოთავაზება? დავფიქრდები. მართლა? არა. ამის გაკეთება შეგიძლია? რა თქმა უნდა. 100 ჯერ გამიკეთებია. მართლა? არა, მაგრამ მინახავს როგორ აკეთებენ. დავიწყოთ. მოდი რიკის დაველოდოთ. თორემ კიდევ ეწყინება რომ არ დაველოდეთ. გადაიფიქრე არა? გონი ჩემში ეჭვი გეპარება.
სულაც არა. დავიწყოთ. ვილფრედ შრის მარცვლები სტაფილო და პაპაიას წვენი მინდა. ახლავე მოგიტან. ერთხელ ისეთ კოქტეილს გამოვიგონებ, რომ გონება აგიფეთ ხდება. აი ნახავ. ჰაც და შეიძლება ლუის. მისმინე, ამ ჩატემზე რამე იცი? არა. და ინტერნეტში რატომ ეძებ? რატომ? გეტყოდი, მაგრამ ჩემთვის ცარიელი ადგილი ხარ. ზეინ, ახლა ადამიანები თვლიან, რომ შენ აუტანელი, სულელი, დიდარი, განებივრებული ვაჟი ხარ. და ახლა კი მოჩხუბარიც. ვინ არის? თუ კითხულობთ, კარი მაინც დაკედეთ. განსაკუთრებით მაშინ თუ ქალთევზები ხართ. მაპატია კუდის გამო. და მოვიწყდა, რომ წყალი დაგჭირდებოდა. გავაგრძელოთ? რა თქმა უნდა, უკან აღარ დავიხიოთ. აჰო. ასეთი წითური იქნები? წითელი ციებ-ცხელება? რა? შენ ინდურ შეფერილობას დამპირდი. ნუ ღელა. ყველაფერი კარგადაა. ნავი დაიხარა. თითქოს წყალქვეშ რაღაცას დაეჯახა. რაღაც უშველებელს. წყალმა შემოსვლა დაიწყო. ვიფიქრე, რომ დავიხრჩებოდი. მე ხომ ცუდად ვცურავ. მაგრამ შემდეგ ვიღაცამ დამიჭირა. და შემდეგ გავითიშე. როცა გავიღვიძე. სანაპიროზე ვიწექე. შენ ხომ მის ჩატემს ეძებდი, არა? მაგრამ ეს ვიპოვე. 50-იანი წლების ვიდეოა. და გადაწყვიტა ისევ მონსტრებზე დაიწყო ნადირობა. რა სისულელეა. რომ იცოდე იქ მოწმეებიც იყვნენ. ზეინ. ეს ხომ 50-იანი წლებია. ჯადოქრებზე მონადირეები. ხალხს ყველგან 1000 უწმინდურობა ეჩვენებოდა. წადი აქედან, მოусვი. ზეინ, ასაკეთებ. დაკავებული ვარ. ჩემთვისაც. მესვინე. საგრძელებზე ვაპირებ წასვლას და შენი აზრი მჭირდება. მეთევზე, ნაპირზე 16 წლის გოგონამ ლუიზა ჩატემმა გამოიყვანა. რა, ლუიზა, როგორია იყო გმირი? საერთოდ არ ვარ გმირი. უბრალოდ დავინახე ის და ნაპირზე გამოვიყვანე. მისტერ ჰენდეკმა თქვა, რომ ის სანაპიროზე რაღაც არსებამ გამოიყვანა, მაგრამ ნავი 30 კილომეტრით იყო დაშორებული ნაპირს. როგორ მოცურა აქამდე? არ ვიცი, მაგრამ ურჩხული არ დამინახავს. მეთევზე მისტერ ჰენდეკმა დახატა ის, რაც დაინახა. ყურადღებით დაველოდებით ამ ისტორიის გაგრძელებას. ეს ის არის, არა? რა, მის ჩატემი? არა. ეს ის არის. რაღაც ვიპოვე, ლუის. და ეს მნიშვნელოვანია. აბა, Wow. ასეთი ვარცხნილობით მხოლოდ ცირკში თუ იმუშავებ. ეს რა საშინელება არა გამიკეთე. მომისმინე. ჯერ თმა უნდა გაიშრო, რომ კვლავ ადამიანად იქცე. შემდეგ კი უნდა დავფიქრდეთ. შეცვლა მინდოდა, მაგრამ შემდეგ ჯერზე დაფიქრდები. Why me? მე სამსახურში უნდა წავიდე. დაიჭირე. რა გავაკეთო? კლეო, Hey! ფერი თუ ასეთი დარჩა, What if it doesn't drive? რა ვუთხრა? უთხარი რომ მოხდება. Tell her it looks okay. მაგრამ ეს ასე არაა. გამარჯობა ზეინ, ნახვამდის ზეინ. მე ემასთან მოვედი. უნდა ვესაუბრო. ახლა არა. სახლში არ არის. სახლშია, მაგრამ დაკავებულია. ზეინ? ზეინ არ შეიძლება. You can't go up there. ემა, სათხარ. უნდა ვისაუბროთ. ზეინ არა. სააბაზანოშია. შენთვის შესვლა არ შეიძლება იბანს. ემა, სასწრაფოდ უნდა ვისაუბროთ. ემა, გამოდი. აი სათყოფილ ხარ. ემა, სერიოზული საქმე მაქვს. რა გინდა ზეინ? რიგი სად არის?
ამას მნიშვნელობა აქვს? მომისმინე. ვიცი. სრული უფლება გაქვს უარი მითხრა და ამას გავიგებ, მაგრამ ის ქალი. მის ჩატემი. მინდა რომ დაველაპარაკო, მაგრამ არ ვიცი სად არის. მის ჩატემი? შეიძლება შენ გინდა მასთან საუბარი, მაგრამ არ მგონია მას გაეხარდეს. ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ მან ზღვის ურჩხულზე. მეტი იცის, ვიდრე ამბობს. საიდან როცა მის ნავზე ვიყავი, ბევრი ძველი ნივთი ვიპოვე. ბევრი უცნაური ნივთი. მინდოდა იქაურობა კარგად დამეთვალიერებინა, მაგრამ ნავმა ჩაძირვა დაიწყო. პანიკაში ჩავვარდი. მე ხაფანგში ვიყავი. წყალი კი შემოდიოდა. მივხვდი, რომ ეკიდან ვერ გამოვიდოდი. უკვე გონებას ვკარგავდი, როდესაც როცა მე დავინახე ის, რაც დავინახე. ემა, მე პასუხები მჭირდება, მარტო ამას ვითხოვ. მან რაღაც იცის ურჩხულზე. მომისმინე, ზეინ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მის ჩატემი ჩემი მეგობარია და შენი ბრალია რომ ნავი ჩაიძირა. ანუ არ დამეხმარებენ. კარგი, გმადლობ, თავად ვიპოვე. მადლობა დახმარებისთვის. როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი, მაგრამ რაღაც თავს ცუდად გრძნობ და შენი ძმა ის ფერისად გაქრა. როდესაც შევიღებე, ქალთევზე ვიყავი. როგორც ჩანს, როდესაც ადამიანი გახდი, ისიც გაქრა. ანუ, როდესაც ქალთევზე გახდები, ის დაბრუნდება? არ ვიცი. მაგრამ მენანებად ყვილად დაკარგული დრო. ზეინზე რა ვქნათ? მან რაღაც ამოქეკა. იქნებ დაველაპარაკო. შენ დაგიჯერებს? თქვენი საიდუმლო ვიცი, ლუიზა. 50-იან წლებში მეთევზე გადაარჩინეთ. თქვენ თქვით, რომ არაფერი დაგინახავთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ხომ ასეა? მე დავინახე, როგორ ჩაძირე ჩემი ნავი. გმარა ჩემთან თამაში. თქვენ რაღაც იცით ურჩხულზე. ის თქვენ ნახეთ. მე ბევრი რამ ვიცი. შენგან განსხვავებით, ახალგაზრდა და სულელი ხარ. თავი დაანებე. აშინებ. მაინტერესებს რაღაც. თავი დაანებე. თუ არ დაანებებ, ზვიგენის საკვები გახდები. ამოირჩიე. კარგი. თუ დახმარება არ გინდათ, თქვენი ნავის კიდევ ერთხელ დათვალიერება მომიწევს. კარგად ხარ? ის ნავს დაათვალიერებს. მაგრამ იქ ხომ არაფერია. ყვილად ჩაყვინთავს, არა? არა? ფოტო? ფოტო. და ზღვის წყალი? ის მეტალის სეიფშია. მაგრამ შეიძლება ისე ვერ გახსნას. გავრისკოთ? და ფოტოზე რა არის? სამი გოგონა, მის ჩატემი და მისი მეგობრები. მეგობრები ყავდა, მე რა? კუდებით. ისეთივე, როგორიც მედალიონში, მაგრამ უფრო დიდი. არა, ეს ცუდია. მომისმინეთ, საქმე მაქვს. კარგად და წარმატებები. რა დაემართა? ახლა ამის დრო არა. კლევს სამსახურში დაბრუნდი. ლუის ჩვენ კი ზეინი უნდა ვიპოვოთ. ახლავე. არის. მაგარია. რა გააკეთე? ამაში ერკვევი. არა. მაშინ ჩათვალე, რომ ეს მაგიაა. მაგრამ ეს მას მარტო ცოტა ხნით შეაყოვნებს. ასე რომ იჩქარე. არანაირი ჩაყვინთვა, განსაკუთრებით კუნძულ მაკოსთან. რატომ?
არ მინდა რომ ზუგენებმა შემჭამონ. ნუ გეშინია. მომისმინე, რაღაც გავიგე. რაღაც მნიშვნელოვანი. გეფიცები. მაგრამ არ მინდა რასაც ვიპოვე, ლუის გავუზიარო. ლუის, მას წილს დავბერდე. კარგი თუ ფულზე საუბრობ? ბევრ ფულზე? მაშინ შენთან ვარ. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. ეცე რატომ არ მინდა რომ ხვდებოდეთ? იმიტომ რომ შეყვარებელი ხარ და ურჩხულით. ეს ხომ სისულელეა. კარგი, მადლობა რომ მითხარით. სერიოზულად. თავი დაანებე. და მე ვისაუბროთ. როდეს? მივდივართ? მოვდივარ. მისმინე, უნდა შევამოწმო. მაპატია. მოგვიანებით გნახავ. მოვკლავ ამ მექანიკოსებს. კარგი, დაწყნარდი. დაგოკე. ხოჩახ. სანაცვლეოს დავდებ რომ ეს ლუისი იყო. ისიც. ზვიგენები არ არიან? საკმარისია, ნეით. მიდი, ჩაიცვი. როგორ ფიქრობ, ბედნიერები ჩანან, სიგიჟემდე ბედნიერები. ჩვენც ასე გამოვიყურებით? იმედი მაქვს, რომ არა. ეს რა იყო? რამაც ისინი დააშორა. დანარჩენი ორი სად არის? იქნება ამიტომ გვეუბნება მის ჩატემი, რომ ერთად ვიყოთ. იქნებ რაიმე მოხდა ისეთი, რაც შეიძლება ჩვენს დაგვემართოს. ხომ იცი? საიდუმლომ შეიძლება მეგობრები დააშოროს. ყველას აქვს საიდუმლო. ხოლოდ ერთი და კარგია რომ ის ჯერ ყველა მარიცის. და ზეინი ამას ვერ გაიგებს. შეგვიძლია ერთმანეთს ვენდოთ, არა? კი. და ის ვინც ერთმანეთს ენდობა, ეხმარება კიდეც ერთმანეთს. რაღაცას ბოლომდე არ ამბობ. ჩემთვის ფერის დაბრუნება მინდა. არავინ იცის რომ წითური ხარ, ეს მხოლოდ მაშინაა, როდესაც ქალთევზე ხარ, ვიცი, მაგრამ ესეც საკმარისია. მინდა დამორჩა. და ცვლილებები? ახალი არაპროგნოზირებადი ემა? გადავიფიქრე. გამარჯობა, ემა.
Byron. Byron. რაღაც შეიცვალე. მშვენივრად გამოიყურები. თმას რა მეუქენი? არა, მაგრამ მადლობა. აი ეს ნამდვილად კომპლიმენტია. გეუბნებით, ეს არც ჩრდილია და არც მოჩვენება. საკუთარი თვალით ვნახე. ქალთებზე. მას წითელი თმა ჰქონდა და გრძელი კუდი. ნეით, მე რა შუაში ვარ. მინდა რომ იქ დავბრუნდე. იქ ნამდვილი ქალთებზაა. დაგიმტკიცებთ. აი ნახავთ, ამას დავამტკიცებ. ვინ მომყვება? ქალთევზა? სულ გაგიჟდი? მან რაღაც დაინახა, როცა წყლიდან ამოვიდა, ბავშვივით შეშინებული იყო. ნეით, ერთი თხოვნა მაქვს. მოკეთე კარგი. და როგორ გამოიყურებოდა ის ქალთევზა? წითელი თმა ჰქონდა. ლამაზი იყო? არ ვიცი, სახი არ დამინახავს. ახალგაზრდა მოხუცი. არ ვიცი, მაგრამ ეს როგორღაც იმ მოხუცთან არის კავშირში. მის ჩატემი ჭაღარა აზეინ. ის არ არის ქალთევზა. შეიძლება ასია, მაგრამ ის ამასთან კავშირშია. და შენ ნეით, რა დაინახე? არაფერი, მე უკვე ზემოთ ვიყავი. ზეინ ფიქრობ ეს ჟანგბადის ნაკლებობის გამოა. დასვენება ხომ არ გჭირდება? მან დამინახა. როგორ? მის ჩატემის ნავთან. ფრთხილად არ ვიყავი, რა იდიოტი ვარ. ამაზე ნუღელავ. მიმოიხედე. მისი არავის ჯერა. მაგრამ ის ამას ასე არ დატოვებს. მომისმინეთ, თუ არ იცურებთ, მის ვერ გამოგიჭერთ. მოიცა, რიკი სადაა? საერთოდ რა სჭირს მას? ზეინ მოიცადე. შენც გინდა რომ დამცინო? მარტო ვართ, ვერავინ გაიგებს. რა კარგია, მადლობა. მინდა რომ ერთმანეთს ხვდებოდეთ. მაგრამ კმარა ქალთევზებზე. მომწოხარ. არ მკითხო რატომ. თავადაც არ ვიცი, მაგრამ ეს ასეა. არა ქალთევზებს. მხოლოდ ასე. თანახმა ხარ? კარგი. არა ქალთევზებს. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყოლაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი ალექსანდრე ახალაძე. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.